ბიუჯეტი უკვე განისაზღვრა. ბიუჯეტი განსაზღვრული იყო, კი, ჩემოსვლამდეც განსაზღვრული იყო ეს ბიუჯეტი. გასაგებია, ჩვენ სასტუმროების თემაზეც უნდა ვისაუბროთ. ბატონ გიორგი, რამდენიმე წუთში დაგიბრუნდებით, თქვენ ხაზზე ხართ, ჩვენთან სტუმრად არის ლაშა ანთაძე, მისი ორგანიზაცია კონსულტაციებს უწევს ინვესტორებს. კონკრეტულად რა სფეროთი, აი ამ სფეროში რომელი სეგმენტით ინტერესდებიან ინვესტორები, რომ ვისაუბროთ? მე ახსენებად მოგიგებთ. სასტუმროების. რა თქმა უნდა, მოგესალმებით კიდევ ერთხელ. მთავარი ტენდენცია რაც არის, ის არის, რომ ანუ ეს ყველაფერი პირველ ეტაპზე არის, რა თქმა უნდა, ინტერესის დონეზე და ჩვენ ვართ ესე რომ ვთქვათ, პირველი ინსტანცია, სადაც ზოგადად დაინტერესებული პირი, ეს არის უცხოელი ინვესტორი თუ ადგილობრივი ბიზნესმენი მოდის, რომ ჩაატაროს კვლევა, გაიგოს რამდენად მიზანშეწონილია მისი პროექტი, ჩვენ გავაკეთოთ კონკრეტული პროექტის ოპტიმიზაცია, უთხრათ თუ რა კონკურენტულ პირობებში და სად უკეთესია პოზიციონირება. რას თავაზობთ უცხოელ ინვესტორებს? უცხოელ ინვესტორებს თავაზობთ საკმაოდ ჯერჯერობით ქაოტურ ბაზარს, ესე რომ ვთქვათ, რადგანაც ჩვენ გვაქვს დეფიციტზე რო ვისაუბროთ ამ მიმართულებით. დეფიციტი იმდენად არ გვაქვს თუ რაოდენობრივად წავყვებით კვლევას და შევადარებთ მიწოდება მოთხოვნის ანალიზის კუთხით. ჩვენ იმდენად დეფიციტი არ გვაქვს რაოდენობრივად, რამდენადაც გვაქვს ხარისხობრივი დეფიციტი. რაც ნიშნავს იმას, რომ ანუ არსებულ საერთაშორისო ბრენდებსა და უცხოელი ინვესტორების მმართველობის ქვეშ და რამდენიმე ასევე ქართული სასტუმროსა და სხვა დანარჩენ ეს არის სამვარსკვლავიანი, ორვარსკვლავიანი საოჯახო ტიპის სასტუმროები. ყოველთვის არის ამაზე საუბარი, რომ არ არის სამვარსკვლავიანი ტიპის სასტუმროების მხრივ იმდენად დიდია სივრცე ხარისხობრივად, რომ თვითონ სამხმარებლო კვლევაშიც ჩანს, რომ მომხმარებლის პრეფერენციებთან და ზოგადად მოთხოვნასთან არ არის ადეკვატური მიწოდება. ანუ ამ ხრივ ჩვენ რომ ავიღოთ როგორც სეგმენტ, მაგალითად თბილისის მასშტაბის კვლევა რო ავიღოთ, ჩვენ გვაქვს სადღაც 9 მილიონი ტურისტი, უცხოელი ტურისტი, რომელიც უშუალოდ 150 სასტუმროა, ეს არის ყველა ტიპის სასტუმრო, როგორც ვახსენე, და აქედან გვაქვს 9 მილიონი უცხოელი ტურისტი, რომელიც უშუალოდ სასტუმროებში რჩება და გამოკითხვის შედეგად, ანუ მათამუშაობის შედეგად იკვეთება ის, რომ დაბალი სეგმენტის სასტუმროებში ადეკვატური არ არის არც სერვისი, არც ხარისხი, არც შეთავაზებული ინტერიერი, ყველაფერი, ანუ ეს არ არის განახლებადი. საინტერესო ამ საკითხზე ბატონ გიორგის პოზიცია. ბატონ გიორგი, სასტუმროები მომსახურება ეს მართლაც დიდი პრობლემაა, როგორც ჩანს. ამ კუთხით როგორი იქნება თქვენი მუხლი? მეტი ტურისტი შემოვიდეს საქართველოში და ამით ჩვენი ეკონომიკა გაძლიერდეს. წარმატებებს გისურვებთ, გიორგი. ბატონ გიორგი, ძალიან მალე გაქვს პრეზენტაცია, ამიტომ დაგემშვიდობებით. ძალიან დიდი მადლობა, რომ დღეს იყავით ჩვენი სტუმარი. მადლობა თქვენს და ბოლო შეკითხვით ლაშა თქვენთან გადმოვალთ, ჩვენ ვისაუბრეთ მომსახურებაზე და ძალიან ბევრ პრობლემაზე, თუმცა ფასებიც არის აღსანიშნავი. საქართველოში სასტუმროებში არის ძალიან მაღალი ფასები. თქვენ როგორ? რა თქმა უნდა, ფასების მხრივ და ზოგადად ამის კორექტირების და სტაბილიზაციის მხრივ სახელმწიფო ზოგადად არ უნდა ჩაერიოს ამ სფეროში და ის რაც ხდება ბაზარზე, ის რომ ამდენი ინტერესი არსებობს, იხსნება ახალი სასტუმროები, ეს არის ბუნებრივი პროცესი, რომელიც ვითარდება და პირველ რიგში გამოწვეულია ამას უფრო მოთხოვნის ზრდა არ განაპირობებს, რამდენადაც ის რაც მიმდინარეობს, რაც არის ბაზრის ფორმაცია და ასევე არის არსებული სასტუმროების სტანდარტიზაცია, რაღაც სტანდარტებთან მიყვანა. აი ეს განაპირობებს. საკმარისია, რომ აი ეს პროცესი ბუნებრივად დასრულდეს და შეიქმნას კონკურენტული გარემო, როგორც ანუ ყველა სეგმენტში ეს არის ხუთვარსკვლავიანიდან საოჯახო ტიპის სასტუმროებამდე, ამას აუცილებლად მოყვება მომხმარებელზე მორგებული შეთავაზებები და ფასების სტაბილიზაცია. აი წინა გადაცემაში თქვენ ყავდა სტუმარი, რომელმაც თქვა, რომ ანუ სასტუმროებთან, რომელიც ანუ ექსკლუზიურად ჯერჯერობით კონკურენციის გარეშე არიან, ვერ ხდება წინასწარ ფასების შეთანხმება და ვერ ხდება წინასწარ ანუ იმიტომ რომ როდესაც კონკურენტულ გარემოში არ არიან ეს სასტუმროები, მათთვის არ არის მთავარი მიზანი, რომ ერთმანეთს სეგმენტი წაართვან, ერთმანეთთან იყვნენ კონკურენციაში და ამ მიმართულებით გაიზარდონ. არამედ უბრალოდ არსებობს მიწოდება სტაბილური, საკმაოდ სტაბილური და ლოიალური და კონკურენციის გამომდინარე მათ შეუძლიათ ფასებით მანევრირება. თუ ეს მე ვფიქრობ, რომ მომხმარებლების პასუხისმგებლობაც არის ხარისხთან დაკავშირებით, იმიტომ რომ თუ მომხმარებელი მოითხოვს მეტ ხარისხს, მას აუცილებლად უნდა მიეწოდოს ისეთი ხარისხი, რომელსაც მოითხოვს წინააღმდეგ შემთხვევაში მომხმარებელი უბრალოდ არ შევარდოს სასტუმროში. მე ვფიქრობ, გეთანხმები. მე ვფიქრობ, რომ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მიერ ჩამოყალიბებული სტრატეგია იქნება იმედის მომცემი, იმიტომ რომ საქართველოში ტურისტების რაოდენობა არის შემცირებული და იმედს ვიტოვებთ, რომ ეს მდგომარეობა გამოსწორდება. ძალიან დიდი მადლობა. ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია MB Consulting-ის ხელმძღვანელი ლაშა ანთაძე იყო ჩვენი სტუმარი.